სწავლიბიძია დედა წინ რო დგას ვიდრე ბიზნესი. ესეთი გამონათქვამი არსებობს, რომ წიგნი ესეთი ახლა არ შემომიტანია აქ. შეჭამე ბაყაყი. ამერიკელების წიგნი გადასარევი. აკოცე ბაყაყს. კაცო, ეს წიგნი იმ კაცმა იმიტომ გამოუშვა, შენ რო წაიკითხო და ის შეცდომა არ დაუშვა, რაც იმან დაუშვა, ხო? და მართლა კი არ უნდა აკოცო ბაყაყს, იმიტომ კი არ გამოუშვეს ეს წიგნი. ეს წიგნი იმიტომ გამოუშვეს, რომ მე ვაკოცე მაგ ბაყაყს, მე შევჭამე ეს ბაყაყი და ეს იგულისხმება, რომ შეცდომები დაუშვი და შენ რო შეცდომა არ დაუშვა, ამიტომ ეს წიგნი წაიკითხე და ჩემ გამოცდილებას უნდა დაეყრდნო. მეორე რა არის ბიზნესში თავარი? 12 წლიდან, 13 წლიდან, 14 წლიდან იწყება ბიზნესი. თუ გინდა რომ რეალური ბიზნესმენი იყო, სულ ბიზნესში უნდა იყოს, სულ გაყიდო, სულ იყიდო, მიუტანო, მოიტანო, ნახო, შეხედო, დაათვალიერო. სხვის შეცდომებზე უნდა ისწავლო. შენ შეცდომებზე ცოდვა ხარ, იმიტომ რომ მე რამდენი შეცდომა დამიშვია, იმ შეცდომებიდან უფრო ვისწავლე ბიზნესი, ვიდრე ბიზნესიდან ბიზნესი. წიგნი უნდა წაიკითხო 50% და 50% უნდა მიიღო პრაქტიკა. ეს არის აუცილებელი. პირველი, ბიზნეს როცა იწყებთ, ყოველთვის უნდა იყოთ კარგი ჩაცმული. მეჩქარება არ არის. რაც გაქვს ის ჩაიცვი. არავინ არ გეუბნება შენ რომ ჩაიცვა ის, რაც მაგალითს ვამბობ, ამ კაცს ვია. ეს პროკურორის შვილია. ეს პროკურორის შვილია, ეს პოლიციის უფროსის შვილია, ეს მოსამართლის შვილია, ფული აქვს. ესე ვფიქრობ ჩვენ ყველას და იმას აცვია. ჩვენ არ გვაქვს ჩასაცმელი, ხო? მაგრამ იმას არ უყუროთ, ის პროკურორის შვილია. მე ამ წუთას ვამბობ ბიზნესი როგორ გავაკეთოთ. პირველ რიგში უნდა იყო ჩაცმული. დაბანილი, ესეთი გამონათქვამი არ არსებობს, არ გაგიკვირდეთ. წიგნში ვერ ნახავთ, იმიტომ რომ ამერიკელები ამ სიტყვას არ იყენებენ და არც ევროპელები. მაგრამ მე ვიყენებ და ჩემ წიგნს მალე გაჩუქებთ. ადამიანი ნებისმიერ ასაკში უნდა იყოს დაბანილი, დავარცხნილი, მოწესრიგებული და როცა შესახვედრად მიდიხარ სადმე, აუცილებლად 10 წუთით ადრე უნდა მიხვიდე. არასდროს არ უნდა დაიგვიანო. თუ შენ ბიზნესში შეხვედრაზე დაიგვიანებ, შენ ჩაგთვლიან როგორც არასერიოზულ პარტნიორს. გთხოვთ ყველას. ვინაიდან თქვენ აქ ჩვენ ერთმანეთს დღეს შევხვდით, პირველი რაც არის ბიზნესში